გამარჯობა ცოტას ვიხმაურებთ, რომ ვილაპარაკოთ განათლების პრობლემაზე. როგორ მივიღოთ ხარისხიანი განათლება და ვინ უნდა შექმნას იგი ქვეყანაში. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია და მის არც ერთ პლატფორმაზე ისმის ხალხის ხმა, ჩვენ ვიწყებთ სახალხო მოამბეს. მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი ვარ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით, რომ მმართველობის მე-13 წლის თავზე პარტია გვავაპირებს განათლების მასშტაბური რეფორმის განხორციელებას. ვიძინა ივანიშვილის გუნდის მმართველობის დაწყებიდან განათლებაში არსებული პრობლემები არათუ მოგვარდა თავისუფლად და მტკიცებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამწვავდა კიდეც. პრობლემებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ჩიმშილით. მოსწავლეთა 35%, ანუ საქართველოში რაც კი სკოლის მოსწავლე არსებობს, მათი 1/13 სკოლაში არასდროს ჭამს, რაც კრიტიკულად ზღუდავს მათი განათლების შესაძლებლობას. უმრავლესობას არ აქვს ფული. საქართველოში არსებული სკოლების მხოლოდ 1/4-ში მუშაობს ბუფეტი. მოსწავლეების 60%-ზე მეტ საქართველოში სულ მცირე ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი აქვს. რას ნიშნავს მატერიალურ-სოციალური დანაკლისი? ეს შეიძლება იყოს, რომ მოსწავლეს არ აქვს თბილი სახლი, სრულფასოვანი კვება სახლსა და სკოლაში, არ აქვს საკმარისი ტანსაცმელი, საკანცელერიო ნივთები, ინტერნეტი და სხვა მრავალი, რომ მიიღოს სრულფასოვანი და ნორმალური განათლება. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე არიან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათ ინკლუზიურ განათლებას. ამის ფონზე კი განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველო საერთოდ დაიკეტა. განათლების სისტემის გაუმართავობა მძიმედ აისახება ეთნიკურ უმცირესობებზე. სახელმწიფო ელემენტარულად ვერ უზრუნველყოფს, რომ სკოლებში მათ სახელმწიფო ენა შეისწავლონ. განათლება დღემდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი სფეროა. მინისტრიდან მინისტრამდე მასწავლებლებს ყოველ ჯერზე ხელახლა უწევთ გამორკვევა და განათლების არათანმიმდევრულ პოლიტიკასთან გამკლავება. არ არსებობს მასწავლებელთა განვითარების ეტაპობრივი გეგმა, რომელიც მათ პროფესიულ და ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებდა. წლებია მმართველი პარტიები, არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ წინა სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს არჩევნებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ. მიმდინარეობს მასწავლებელთა აზრის კონტროლი, მაგალითად, თქვენ თუ შეგიძლიათ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე თავისუფლად დაწეროთ კომენტარი, მასწავლებლების აზრი მკაცრად კონტროლდება. საეჭვოა დირექტორთა არჩევის პროცესი. რეალური არჩევნები საქართველოს მასშტაბით სკოლების მხოლოდ 18.4%-ში ჩატარდა. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად ირაკლი კობახიძემ ბუნდოვანი რეფორმა დაგვიანონსა ახლა. რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შედიან ძირითადად მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. და ნაკლებად არის გათვალისწინებული განათლების სპეციალისტები თუ დარგის სხვა მიმართულებით დაინტერესებული საზოგადოება. 4 გვერდიანი არის დოკუმენტი, რომელიც თავდაპირველად წარმოგვიდგინეს. ამ 4 გვერდიან დოკუმენტში, გარდა უმაღლესი განათლების რადიკალური ცვლილებებისა, სკოლებში 11 წლიანი სასწავლო პროგრამის დაბრუნებაზე არის ლაპარაკი. 11 წლიანი ატესტატი, რომ ვიცოდეთ, არის აღიარებული მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არიან რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, თურქმენეთი. ხოლო ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებულია 12 წლიანი განათლების სისტემა. ეს პროცესი კი ჩვენ თუ დაუბრუნდებით კვლავ 11 წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე, უფრო მეტად გვაშორებს დასავლურ განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემებს. პრობლემები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალეთ, ნაწილია, რაც არსებობს სკოლებში. და ასევე ნაწილია, რაც შეიძლება უნივერსიტეტებს ჰქონდეთ. ამ ბუნდოვანი დოკუმენტით სერიოზული გამოწვევები სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ექმნებათ. უნივერსიტეტების პრობლემებს სახალხო მოამბე აუცილებლად დაუბრუნდება. მანამდე კი ჩვენ მოვედით მარჯანიშვილის მოედანზე განათლების სამინისტროსთან ახლოს, იმისთვის რომ აზრი ვკითხოთ ხალხს. მოგოებო, გამარჯობა. განათლებაზე გვაინტერესებს ხალხის აზრი. განათლებაზე გვაინტერესებს მოქალაქეების აზრი. ეხლა დიდი მჭერმეტყველია. არა, მარტივად აი რაც კიდე. წინადადებას ვიტყვი, რომ მოვწყდით ცივილიზებულ სოფლიოს. ცივილიზაციას მოვწყდით ფაქტიურად. რა ვიცი, ნაცები არ უნდათ. ეხლა ნაცები შეიყვანეს წამყვან პოზიციებზე ამ ძალოვნებში. რა ვიცი, რა გითხრათ. მე მაგალითად გაოგნებული ვარ. პირადად, აი ვერც ვერაფერს ვერ ვამბობ, რა ვიცი, აი ესე როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა და საერთოდ როგორ რა სიტუაციაც დღეს ხდება. მე მაგალითად აი სვანეთში ავდივარ და უამრავი სოფელი არის, სადაც საჭირო არის, რომ მაგალითად განათლება იყოს მიწოდებული და ეხლა მეც მაგალითად ჩამაგწიგნები სულ რო ჩავდივარ. მე ჩემპიონატი გამოცდილებით 15 თონ ერასმუსის სტუდენტი ვარ, 9 წელი ვსწავლობ სლოვაკეთში.
ფაქტობრივად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ერთეულ ადამიანებს თუ შეუძლიათ, რომ ფინანსურად იმდენად მყარად იყვნენ, რომ წავიდნენ, თქვათ, ევროპაში სასწავლებლად, ხო? და აქ გეძლევა სრული თანაბარი ბრძოლით მოპოვებული შესაძლებლობა იმისი, რომ შენი სწავლით დაამტკიცო, რომ შენ ხარ კარგი კანდიდატი ამისთვის და წახვიდე და ისწავლო ევროპაში. ძალიან კარგი მასწავლებლები, პედაგოგები და ოდნავ უფროსი თაობა ყავს, ვისგანაც ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება ვისწავლოთ. უბრალოდ სწორად არის ვექტორები მისამართი. აი, მაგალითად რა პრობლემებს ხედავთ? ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ ფაქტობრივად სკოლებიდან. ანუ ჩემს ბავშვობაში, ასე ვთქვათ, სკოლის პერიოდში ფაქტობრივად მაგათ მომწეს ის ძირითადი განათლება, რაც მივიღე ახლა. ანუ არანაირი ტრენინგები, არანაირი ბანაკები, ფიზიკურად სკოლები უკვე უარს ამბობენ ამაზე და ძალიან დიდი პრობლემაა ჩემი აზრით ეს. ჩემი აზრით ეს მე-12 კლასი არის აბსოლუტურად ზედმეტი. არ დადის არავინ, უბრალოდ ვისაც უნდა წასვლა იმისთვის, როგორც თქვეს, უნდა იყოს გამონაკლის სკოლებში დაშვებული, რომ ბავშვებს პრობლემა არ შეექმნათ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა. არ მგონია, რომ ასე იყოს, არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია, ახლა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, არ მგონია, მე ვფიქრობ, რომ იყოს განათლების რეფორმის კომისიაში. და ექსპერტები ახლა მე ძალიან ჩართული არა ვარ, მაგრამ რაც ინფორმაცია მაქვს, მე მგონი ძალიან მაღალი დონის ექსპერტები არ ავყავს ჩვენ და ამიტომ მე ვარ მომხრე რომ მოვიწვიოთ. ზაღლის თავი მარხია იმაში რომ ახალგაზრდებს ვერ აკონტროლებენ და ახალგაზრდების გაკონტროლების ერთ-ერთი მექანიზმი არის ეს რეფორმა, რომელსაც ის საზოგადოებას თავაბრძოლს. ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც რომ შეგზღუდონ განათლება რო შეიზღუდოს სკოლაში, თქვენ თვითონ მიიღეთ განათლება. დღეს ამის წყარო არსებობს. ერთადერთი სწორი გზა, სწორი ორიენტირი არის განათლების მიღება. განათლების ახალგაზრდებს ეხება, ეხა ძველ, ესე იგი, საბჭოურ თავებს მაინც არაფერი არ ეშველება. მე საბჭოთა კავშირის თავისუფალი ვიყავი და ეხლაც თავისუფალი ვარ. ბიზნეს მე ვიცი რომ თქვენც იყავით იქ ცოტა ხანი და რამდენი უნდა ჩასვას ამ გადაგვარებულმა არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა, რამდენი პატრიოტი ქართველი უნდა ჩასვას ციხეში, რომ ეს სულისკვეთება მოკლას. ამას ვერ მოკლავთ. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. მე მგონი რომ აი განათლებაში და ჯანდაცვაში უნდა იყოს გაცილებით მეტი ინვესტირება ვიდრე სხვა პროექტებში. თუ ჩვენ საყოველთაო განათლებაზე ვსაუბრობთ, მაშინ იქ ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირად მისაწვდომი ის განათლება, რაც ყველასთვის აუცილებელია და არა ერთეულებისათვის. ნუ არ ვიცი, ალბათ შეიცვლება დროთა განმავლობაში, შეიცვლება ეს სისტემა, შეიცვლება მთავრობა და ალბათ ყველაფერი დაალაგდება. უღრმესი მადლობა წარმატებების გისურვებთ. ასეთი იყო სახალხო მოამბე მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს, თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.